ელექტროენერგიის მიწოდების მოთხოვნით ტბეთის 12 ნომერში თვითნებურად შესახლებულებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. დაახლოებით 25 ოჯახმა დღეს თამარის დასახლებაში საავტომობილო მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტა. შესახლებულების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მათ შენობაში ელექტროენერგიის შეყვანის ნებართვა მისცა, ენერგოპრო ჯორჯია ამ პროცესს აჭიანურებს. უფრო მეტიც, ენერგოკომპანია შესახლებულებს ელექტროენერგიის მიწოდებისთვის 700 ლარს თხოვს. ასევე როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, კომპანია შუქის შეყვანისათვის საჭირო ბოძების გაკეთებას და მიწის გათხრას შესახლებულებს თავად სთხოვს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ აქვთ. პრეტენზიებს ენერგოპრო ჯორჯიაში უპასუხეს. ვითხოვენ ძალიან დიდ გადასახადებს, სადაც 800 ლარამდე არის ეს თანხა. თითო ოჯახსა ჩვენ ეგ 800 ლარი რო გქონდეს, ალბათ არ ვიცი ახლა. არ არის ეს საშუალება და რამდენი ხანია რაც არ გაქვს? უკვე არა გვაქვს 1 წელია ცხოვრობ და 1 წელი არის ჩვენ სანთლის შუქზე ვართ ამ ბავშვებთან ერთად. თითოეულმა ამათგანმა უნდა გადაიხადოს 700 ლარი და დანარჩენი ყველა სამუშაო ესე იგი გათხრა, კაბელის გაყმა, მიბმა, ყველაფერი ესენი ხო ენერგოპროს თანამშრომლები არ არიან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ კომპანიის მხრიდან არის ამ ხალხის აბუჩა დაგდება, ესე იგი და ამ ხალხის მიმართ არადებიანი დამოკიდებულება და ვაპროტესტებთ ამ დამოკიდებულებას. უნდა მოგვართონ წერილობითი განცხადებით, რომ ჩვენ ავიყვანოთ ესენი აბონენტებად. ეს ძალიან კარგად იციან, არაერთჯერ აუხსენით, მაგრამ დღემდე მათ განცხადებაც არ დაუწერიათ, რომ აგვეყვანა მიგვეცა მათთვის ეს ტექპირობა. ახლა რას თხოვობენ, დანარჩენი არ ვიცი. როგორ შეიძლება, როდესაც ჩვენ ტექპირობა არ აქვს მიცემული, მათ თქვან, რომ ესა და ის, ასე და ისე გასაკეთებელი გვაქვს, ასე და ამაში ფულს გთხოვენ.